ამისთვის არის ძალიან კარგად განვითარებული ტესტები, რომლის გამოყენება ძალიან მარტივია. ეს არის ქოშინის შკალა და არის მეორე კოდის შეფასების ტესტები. ანუ ეგრეთ წოდებული MRS და CAT შკალები, რაც ძალიან მარტივია დიაგნოზის დასასმელად, რამდენიმე პუნქტია მარტივი შეკითხვა, რომელიც თქვენ უნდა შეავსოთ და ეჭვი იქნება მიტანილი ამზე. მაგალითად, ავიღოთ ქოშინის შკალა, ხომ? ძალიან მარტივია, ის ფასდება 4 ბალიანი სისტემით და პირველი შეკითხვა არის, რომ აი მსუბუქი და მძიმე დატვირთვის დროს თუ ქოშინებთ. რასაკვირველია, ეს ნორმალურია, როცა ჩვენ ვიღლებით და გვაქვს მაშინ წერთ 0-ს, ქულას, მაგალითად შემდეგი კითხვა მსუბუქი დატვირთვის დროს თუ გვაქვს ქოშინი. აი ეგ უკვე ერთი ქულა, ნახეთ რა მარტივი კითხვებია შესავსები, აბსოლუტურად ყველასთვის ხელმისაწვდომია. თქვენ და თქვენი მეგობარი სეირნობის დროს თქვენ მალე იღლებით თუ თქვენი მეგობარი თუ თქვენ უფრო მალე იღლებით, ეს არის უკვე შემდეგი ერთი ქულა, შემდეგი ქულა არის უკვე რომ თუ აი მაგალითად 100 მეტრის გავლის დროს თქვენ იღლებით თუ არა და ეს უკვე არის 3 ქულა და ბოლო 4 ქულიანი შეფასება ეს არის, როდესაც შეკითხვა ჟღერს შემდეგნაირად, რომ ელემენტარული ვთქვათ, ქმედებების დროს იღლებით თუ არა, ეს არის ვთქვათ ჩაცმა, ეს არის ვთქვათ ჰიგიენური მოწესრიგება თავის ამ შემთხვევაში თუ მარტივი მოქმედებების დროს ქოშინი გვეწყება და ვიღლებით, ეს არის უკვე ქულა ნომერი 4. და ნახეთ როგორ ფასდება 2 ქულამდე ეს ითვლება მცირე სიმპტომებად, ხოლო 2 ქულის ზევით ეს ითვლება უკვე მძიმე სიმპტომებად. ანუ რისი თქმა მინდა რომ მოქალაქემ შეიძლება მიიტანოს ეჭვი რომ მას აქვს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. იგივე შეეხება ეგრეთ წოდებული კოდის შეფასების ტესტებსაც, ანუ CAT შკალას.